ვალდბერიზის საწყობი და რუსეთის ენერგოობიექტები კვლავ უკრაინული დრონების სამიზნეები გახდა. დილანდელი შეტევები პრეზიდენტმა ზელენსკიმას და უკრაინის შეერაღებულმა ძალებმაც დაადასტურეს. ვალდბერიზის საწყობი ამჯერად რიაზანში დაიბომბა, რის შემდეგაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. გახშირებული იერიშების გამო კომპანია ლოგისტიკური საწყობებისთვის ფართებს ყაზახეთში ეძებს. საწყობის გარდა დრონებმა იერიში მიიტანეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც, რომელიც უკრაინის შეერაღებული ძალების ცნობით ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა რუსეთში და ის წელიწადში 17 მილიონ ტონა საწყობს ამუშავებს და ნავთობპროდუქტებით რუსეთის არმიასაც ამარაგებს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა ასევე პერმის ოლქშიც, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, იწვის ერთ-ერთი დანადგარი, რომლითაც ნედლ ნავთობს ამუშავებენ. ამ ფონზე რუსეთის სასანქციო კანონპროექტს შეერთებული შტატების სენატმა საბოლოო კენჭისყრისთვის ამზადებენ. კონგრესის ზედა პალატამ პროცედურული კენჭისყრით მხარი დაუჭირა სენატორ ლინდსი გრემის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 100%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. დოკუმენტზე კენჭისყრა ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ კაპიტოლიუმში სენატორებს შეხვდა. ტარიფების გარდა ლინდსი გრემის ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების წინააღმდეგ და მასში ასევე დამატებულია ირანის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დებულებაც. საბოლოო კენჭისყრა კვირის ბოლოს იგეგმება. ეს კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია სასანქციო ზეწოლისთვის რუსეთზე. საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება, რომ შევაჩეროთ რუსეთი, შეწყვიტოს ომის დაფინანსება. ეს ასევე არის უდიდესი სიგნალი ევროპისთვის, უდიდესი სიგნალი უკრაინისთვის და დიდი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ვილაპარაკეთ პეტრიოტის სისტემების რაკეტებზე პრეზიდენტთან და ვილაპარაკეთ სენატორებთან. უკრაინას ნამდვილად შეუძლია აწარმოოს ყველაფერი, რომელიც შეძლებს გაანადგუროს შაჰედები, რუსული დრონები. ჩვენ გვაქვს დრონების გზა ჩამჭრელი თანამედროვე სისტემები. ჩვენთვის რეალურ პრობლემას წარმოადგენს ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემები. მე გავუზიარეთ ჩვენი საჭიროებები პრეზიდენტს და სენატორებსაც. ხმების რაოდენობა უკვე 61-ია, ამიტომ ამ კანონპროექტზე გადავდივართ. ის დამტკიცდება. ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად დაესწრო ლინდსი გრემთან გამომშვიდობების ცერემონიას, რომელიც ჯერ კაპიტოლიუმში, შემდეგ კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ცერემონიის დროს ხანმოკლე კომუნიკაცია შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. რაც შეეხება თავად ცერემონიას, გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა დონალდ ტრამპი. პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში მას ლინდსი გრემი მწვავედ აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ მისი ერთგული მხარდამჭერი გახდა. დონალდ ტრამპის თქმით, ლინდსი გრემი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამერიკის მოკავშირეების გვერდით იდგა. გავლენიანი პოლიტიკოსი 11 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა. 2 დღით ადრე ის კიევს სტუმრობდა. Scripture tells us that blessed is the man. წმინდა წერილი გვეუბნება, ნეტარ არის კაცი, რომელიც განსაცდელში მტკიცერ შეება, რადგან როდესაც გამოცდას გაუძლებს, სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს. 71 წლის განმავლობაში ლინდსი გრემი ძლიერი და ურყევი იყო, როგორც ძმა, სენატორი, მეომარი და პატრიოტი. მან გაუძლო ყველა გამოცდას და ყველა განსაცდელს. ახლა ის ზეცაში სიცოცხლის გვირგვინს ატარებს. კვლავ შეუერთდა მშობლებს და უფალს. დასასრულს ძალიან განსაკუთრებულ რამეს ვიტყვი. ლინდსი, ვიყვარხარ. ღმერთმა გაცხონოს, ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით. შენ განსაკუთრებული ადამიანი იყავი. ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ფონზე სერგეი ლავროვი კვლავ დასავლეთის კრიტიკით გამოდის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუ მისცა რუსულ სააგენტო ტას და განაცხადა, რომ მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ამხედრდა. ლავროვის თქმით, დასავლეთში კვლავ დაიწყეს საუბარი რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე და დღეს მხარს უჭერენ რუსეთიდან წასულ ხალხს, რომლებიც ანტირუსულ ორგანიზაციებს ქმნიან. ახლა როდესაც მათ კვლავ დაიწყეს საუბარი სტრატეგიულ დამარცხებაზე, როდესაც მხარს უჭერენ ჩვენს რელოკანტებს, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ანტირუსულ ორგანიზაციას ქმნიან და თანხებს აგროვებენ იატაკქვეშა ბრძოლის გასაგრძელებლად რუსეთის ფედერაციის დაშლის მიზნით, ამას საერთოდ აღარ მალავენ. ჩვენი ცენტრალური არხები აჩვენებენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გეგმავს. და ალბათ მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს ეს და გაიგოს, რომ სიტუაცია სერიოზულია. პრეზიდენტი ამას არ მალავს. მთელი ცივილიზებული
ვალდებული სამყარო, როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა. ახლა კი ახლო აღმოსავლეთი შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთთან ერთად ერაყის ტერიტორიაზე ერთობლივი საჰაერო დარტყმები მიიტანეს ცენტრალური სამეთაუროს განცხადებით მათ სამიზნეებს ირანის მოკავშირე დაჯგუფებები იყენებდნენ ამერიკული მხარის ცნობით ტერორისტულ დაჯგუფებებს ირანმა საუდის არაბეთში ამ ამერიკულ ძალებსა და ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევების მიტანა დაავალა წუხანდელი ოპერაცია იყო პასუხი 30 თავდასხმაზე რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანის მიერ იყო ორგანიზებული ამას გარდა შეერთებული შტატების სარდლობამ განაცხადა, რომ გამთენიისას ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული ობიექტების მიმართულებით, თუმცა ყველა რაკეტა მოიგერიეს. იაპონიაში მეორე დღეა მაშველები მიწისძვრის შედეგად ანგრეულ შენობებში მოყოლილებს ეძებენ ამ დროისთვის დაღუპულია 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება ათობით მოქალაქე ქვეყნის პრემიერი სანაე ტაკაიჩი აცხადებს რომ ახლა ნამდვილად დრო მაშველების წინააღმდეგ მუშაობს ოპერაციის ეპიცენტრია ქალაქ კასიმაში მდებარე სავაჭრო ცენტრი და ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა იაცუ სიროში აქ საკვამური ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრში კი ჯერ აფეთქება მოხდა შემდეგ კი მეორე სართული ჩაინგრა ორივე ადგილას ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ. ძლიერი მიწისძვრა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით კუმამოტოს პრეფექტურაში გუშინ დილით მოხდა ბიძგების სიძლიერე 6.8 მაგნიტუდა იყო დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ისტორიული ძეგლები 19 საუკუნის ტაძრის სალოცავი დარბაზი და კუმამოტოს ციხე-სიმაგრის გალავანი სტიქიის გამო კვირის ბოლომდე მუშაობაში აჩერა ჰონდას ქარხანა. საერთაშორისო ამბებს დავასრულებთ ბუნებრივი მოვლენის იშვიათი კადრით, როგორი ფრქვევა ვულკანი კილაუეა ჰავაიზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ლავამ კრატერიდან გადმოსვლა მეორედ დაიწყო და უფრო ინტენსიურად ცეცხლოვანი მასა 100 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.